გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი. ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში. პატარა მისალმება მექნება, შესავალი, დავაანონსებ ასევე მთავარ თემების ჩამონათვალს, რასაც ამ ვიდეოში მიმოვიხილავ, რომ გქონდეთ მოლოდინი, რას მოისმენთ. ვრცელი მიმოხილვა მექნება ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი ამბავი ხდება და ეს ყველაფერი მინიმუმ არა პირდაპირ გვეხება ჩვენ და მინიმუმ და არა პირდაპირ გვიქმნის ჩვენს რისკებს და ეს რისკები მხოლოდ არის მზარდი. ცოტა ხანში აგიხსნით თუ რაზე ვსაუბრობ. უნდა დავიწყო მოკითხვით, ტრადიციად დავამკვიდრე. მოგიკითხავთ ყველა გამომწერს, ვინც ხშირად მიყურებთ, მიბრუნდებით, ვინც საქართველოში ხართ, ვინც საზღვარგარეთ ხართ. მიხარია თქვენი ჩართულობა, ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერას და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. მიხარია ასევე რომ 9000 გამომწერსა გადაცდა უკვე არხი და იმედი მაქვს რომ მალე დავამრგვალებთ 1000-მდე. ასევე კიდევ ერთი პატარა ტრადიცია დავამკვიდრე, განსაკუთრებული სალამი ახლებს, ვინც ახლა პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, პირველად მხედავთ შესაძლოა. იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდება, გავამართლებ იმ ინტერესს, რატომაც მიიქცია თქვენი ყურადღება სათაურმა თუ გარეკანმა და გადმოხვედით ამ ვიდეოზე. იმედი მაქვს რომ ასე იქნება. ამ შემთხვევაში დალაიქეთ აუცილებლად და გამოიწერეთ არხი, შემოუერთდით ჩემს აუდიტორიას. მისალმების ნაწილში არ უნდა გამოგრჩეს არავითარ შემთხვევაში დღევანდელი თარიღი, უკვე 8 მარტი დადგა, ღამის პირველი საათია და ახლობით 2:30 ყოფილა. როდესაც ამ ვიდეოს წერ, შესაბამისად უკვე 8 მარტია, ქალთა დღეა, სხვათა შორის შეგნებულად ჩავხედე ჩემი არხის ანალიტიკას, სადაც აღმოვაჩინე რომ მაყურებელთა 20% არის ქალბატონი. მიხარია და გილოცავთ კიდევ ერთხელ 8 მარტს. მიხარია ის რომ გაინტერესებთ თემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ძირითადად უკრაინის, რუსეთ-უკრაინის ომზე ვსაუბრობ ხოლმე, ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არის ირანი. რას გულისხმობ ბოლო მნიშვნელოვან სიახლეებში, გადავიდით უკვე პრინციპში განხილვაზე, გულისხმობ იმას, რომ სულ 2 საათის წინ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი. ყველაფერი იწყება 2 დღის წინ, როდესაც აზერბაიჯანზე მიიტანა იერიში ირანმა. 2 ადგილას იყო დრონით დარტყმა, მათ შორის ნახჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია, რომ მათ მოითხოვეს ბოდიშის მოხდა, საკმაოდ ესეთი თავშეკავებული პოზიციიდან იყო განცხადება, თუმცა მზაობა საკუთარი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვასთან მიმართებით. ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ბოდიში ირანული მხარიდან, თუმცა ახლა ჩვენ უკვე ვხედავთ ულტიმატუმს. ეს არის პირველი ულტიმატუმი ღია, რომელიც წაუყენა ირანულმა რეჟიმმა აზერბაიჯანს და მას აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ცოტა ხანში, როდესაც ამ თემის დეტალურ მიმოხილვაზე მივალ, გაგაცნობთ ამ ულტიმატუმის შინაარსსაც და გაგაცნობთ თანმხლებ რისკებსაც, სადაც გულისხმობ საქართველოსაც და სადაც გულისხმობ ბაქო-თბილისი ჯეიჰანს მილსადენს, რომელზე თავდასხმა უკვე სცადეს და რომელიც უკვე აღკვეთა აზერბაიჯანულმა მხარემ და დააკავა რამდენიმე პირი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ასევე ის, რომ ბევრი საუბარი მიმდინარეობს სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან მიმართებით. სადაც იგულისხმება, რომ ქურთებმა ერაყის ჩრდილოეთში მცხოვრებმა და იქ გამაგრებულმა ქურთებმა უნდა მიიტანონ ამ ვერსიის მიხედვით სახმელეთო იერიში ირანის ტერიტორიაზე. ამ თემაზეც მექნება მიმოხილვა, რა წინააღმდეგობები არსებობს, როგორ რეაგირებენ ამ შესაძლო სცენარზე სხვა ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმაც მკაფიო მინიშნება გააკეთა სულ ცოტა ხნის წინ, 2 საათის წინანდელი განცხადება არის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელსაც გაგაცნობთ. ასევე როგორ რეაგირებს ერაყის ხელისუფლება, მათ უკვე განათავსეს სამხედრო ძალები იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე სახის ესკალაცია. და ზოგადად ამ სცენართან მიმართებით ვეცდები რომ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა ტიპის წინაღობები არსებობს, რა რისკებს შეიცავს და რამდენად არის პირველ რიგში წინააღმდეგობაში სხვა სცენარებთან, რომელიც ირანის მომავალს უკავშირდება, იგივე იმ გეგმასთან, რომელიც აქვს რეზა ფეჰლევის, შაჰის მემკვიდრეს, რომელიც ოპოზიციური, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ფიგურა არის და ის აბსოლუტურად სხვა გზით მიდის.
წესით და რიგით მის გეგმებს პირდაპირ უნდა ეკვეთებოდეს შესაძლო სახმელეთო ოპერაცია ქურთების მიერ ინიცირებული და ამ ყველაფერსაც აკიხსნით თუ რატომ. შემდეგ ცხადია, მთავარი თემა არის უშუალოდ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა და შედეგები, რომელიც დადგა ერთი კვირის თავზე, უკვე 28 თებერვალს დაიწყო ეს ოპერაცია, როგორც იცით და ერთ კვირას 7 დღეს გადაცდა, მერვე დღეა დღეს ოპერაციის და როგორ აჯამებს ამ პროცესს თავის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატები, რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში ისრაელის მხრიდან, რა შედეგებს მიაღწიეს მათ, რა მდგომარეობაში არის ახლა ირანის რეჟიმი და რა არის მისი საპასუხო ნაბიჯები რეგიონში მეზობელი სახელმწიფოების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს და ამ თავდასხმების შედეგებს გულისხმობ ცხადია. დავიწყოთ პირველი ნიუსით, რომელიც მაქვს ეკრანზე გამოტანილი, ეს არის breaking, ესეთი დასათაურება აქვს და პრინციპში სულ ახალი ინფორმაცია ესაც, რაც უკავშირდება მოჯთაბა ხამენეის, აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრეს, რომელიც უკვე შეარჩია სპეციალურმა საბჭომ და ის განიხილება მომდევნო სულიერ ლიდერად, როგორც აღმოჩნდა, მასზე სერიოზული ნადირობა არის უკვე გამოცხადებული და ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. გუშინ განხორციელდა დარტყმები თეირანში, რომლის ერთ-ერთი სამიზნეც სწორედ მოჯთაბა ხამენეი იყო. ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ იწერებოდა და დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამ შემთხვევაში თავდასხმას გადაურჩა, თუმცა არის დაჭრილი. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის მე-12 არხმა და ერთგვარად ვირუსულად მოვიდო შემდეგ ეს უკვე მთელ მედია სივრცეს. მოკლედ ასე ჯერ იყო ალი ხამენეი, აიათოლა ალი ხამენეი, ახლა კი მოჯთაბა ხამენეი, ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების სამიზნე. ეს არის ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპარსულ ენოვანი გვერდი, სადაც საერთოდ არ არის საჭირო აი ამ ტექსტის ამოკითხვა რომ შეგვეძლოს, კი გვაქვს აქ სხვათა შორის თარგმანის საშუალება, მაგრამ მაინც ეს ფოტო აბსოლუტურად ყველაფერს ამბობს, რაზეც აქცენტს აკეთებს ისრაელის მხარე, მათ აი ამ ფოტოზე ამოწეული არის, ეს ალბათ არის ერთ-ერთი მეჩეთი, სადაც სამგლოვია რომ პროცესი მიდის, ირანის რეჟიმის მხარდამჭერები მიდიან და პატივს მიაგებენ აიათოლა ალი ხამენეის და მის გარშემო მარჯვნივ და მარცხნივ ჩამომწკრივებული არიან ის სამხედრო თუ პოლიტიკური მაღალჩინოსნები, ვინც განადგურდნენ გასული ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმების შედეგად და ისინი ვინც მანამდე მოკლეს, მათ შორის გასულ ზაფხულს, როდესაც ჩატარდა ოპერაცია შუაღამის ურო. მოკლედ, ერთი კვირის შედეგი ის არის, რომ ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობა, ვინც იყო და წარმოადგენდა ირანის რეჟიმს სულიერი ლიდერიდან დაწყებული სამხედრო მაღალჩინოსნებით, გენერლებით, თავდაცვის მინისტრის, გენშტაბის უფროსების და სხვების თაოსნობით არის განადგურებული და ახლა უკვე მათი შემცვლელები არიან, ასე ვთქვათ, ასპარეზზე. თუმცა როგორც შტატები, ასევე ისრაელი აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ახლა ისინი მხოლოდ ახალ ფაზაში გადადიან ოპერაციის და უფრო ბევრი ტრამპის სიტყვებით, რომ ვთქვათ, სიურპრიზი არის მოსალოდნელი. ოპერაცია ეპიკური რისხვა პირველი 7 დღე. ეს არის X პლატფორმაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ოფიციალური გვერდი, სადაც ერთგვარი შეჯამება და პრეზენტაცია არის ვიზუალური წარმოდგენილი, გავყვეთ ამას. პირველ რიგში აქ არის აღწერილი ხანგრძლივობა და რაოდენობა იმ სამიზნეებისა, რომელსაც დაარტყეს უშუალოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც დაარტყა გასული 7 დღის განმავლობაში 28 თებერვლის შემდეგ. ნახსენებია, რომ განადგურებული არის ირანის ტერიტორიაზე უკვე 3000-ზე მეტი სამიზნე. შემდეგ უკვე ჩვენ აქ ვხედავთ ჩამონათვალს იმ შეიარაღების და სამხედრო შესაძლებლობების, რასაც თავი მოუყარა ცენტრალურმა სარდლობამ ირანის ოპერაციის ფარგლებში, აქ იგულისხმება როგორც
ავიამზიდები, ასევე იგულისხმება მძიმე ბომბდამშენები, ხედავთ ამ ჩამონათვალს, იგულისხმება ავია გამანადგურებლები, რომლებიც უწყვეტად ახორციელებენ იერიშებს მთელი ირანის ტერიტორიაზე. აქვე არის სხვა უპილოტო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია, სატვირთო თვითმფრინავები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დააპაუზოთ და გადახედოთ ამ ჩამონათვალს. ახარ შევჩერდები ამაზე, რომ ბევრი დრო არ წაიღოს. ძალიან მოკლე პასუხით შესაძლებელი ამ ყველაფერზე. უამრავი სამხედრო რესურსია თავმოყრილი და კიდევ უფრო მეტის თავმოყრა ხდება და ამაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ. ამ ჩამონათვალში ერთადერთი, რასაც ხაზი უნდა გავუსვა, აი ეს მომწონს ბოლო. და სხვა სპეციალური შესაძლებლობები, რომლის შესახებ აქ ინფორმაციას ვერ დავიტანთ. ჩვენ აქ ვერ ჩამოვწერთ ამ ინფორმაციას. ძალიან საინტერესო პუნქტი არის და სხვაში კიდევ რა იგულისხმება. შემდეგ უკვე ჩვენ გვაქვს აქ სამიზნეები, რომელსაც დაარტყეს და ტიპები ამ სამიზნეების ჩამონათვალი არც ისე გრძელია, ამიტომ გავყვეთ. სამეთაურო ბრძანების გამცემი, ასე ვთქვათ, და საკონტროლო ცენტრები ირანის რეჟიმის, შემდეგ უკვე ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის შტაბ-ბინები, ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის საჰაერო ძალების შტაბები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბალისტიკური რაკეტების არსენალი, ფლოტი, შემდეგ უკვე ირანის სამხედრო საზღვაო ძალები, ირანის წყალქვეშა ნავები, ასევე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების განთავსების ადგილები და სამხედრო კომუნიკაციის შესაძლებლობები. ამ სლაიდზე ყურადღებას იქცევს ეს ფოტო და სულაც არ არის აქ შემთხვევით დატანილი. ეს არის B-52-ის კადრი, ამერიკული მძიმე ბომბდამშენის და ამ რეპორტის შემდეგ მალევე CENTCOM-ის აი ამ გვერდზე გავრცელდა ასევე ეს კადრები, სადაც სწორედ B-52 ჩანს და აქვე არის ნათქვამი, რომ ეს ბომბდამშენებიც ჩაერთო, უბრალოდ ერთვება ოპერაციაში და ეს ამ ინფორმაციის გავრცელება ასევე დრო შეემთხვევა ტრამპის მიერ. ერთ-ერთ ბოლო განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ამაღამ მძიმე დარტყმებიელის ირანის რეჟიმს და წინ ბევრი სიურპრიზი არისო. B-52-ის შტამბეჭდავი კადრები. ძირითადად გასული დღეების განმავლობაში შეტევები ხორციელდებოდა უფრო ავიაგამანადგურებლებით, სადაც ასევე გრძელი ჩამონათვალია F-15-ები, F-16-ები, F-35-ები, ასე შემდეგ. იყო ასევე ინფორმაცია B-2-ების გამოყენების შესახებ და სხვა ბომბდამშენების, ამ შემთხვევაში B-52-ზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი, რომელსაც ათეულობით ტონა შეიარაღების გადატანა შეუძლია და დიდი ალბათობით აი ამ ტიპის მძიმე ავიაცია გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მძიმე ბომბები ჩამოყარონ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, რასაც პრინციპში მანამდეც აკეთებდნენ, თუმცა უფრო მასობრივი გახდება ეს პროცესი. იგულისხმება მიწისქვეშა საწყობები, მიწისქვეშა საწარმოები, იგივე ბალისტიკური რაკეტების არსენალი, ბირთვული ობიექტები და სხვა შესაძლებლობები ირანის. კიდევ რა გვაქვს აქ CENTCOM-ის საიტზე საინტერესო, ხო, ეს არის აბრაამ ლინკოლნი, რომლიდანაც ხდება ავიაგამანადგურებლების საფრენა, ესაც ეს თქვარი დემონსტრაციული კადრია, ეს სწორედ ის ავიამზიდია, რომლის განადგურების და რომლის მიმართ რაკეტების გაშვების შესახებ ირანის რეჟიმმა განაცხადა 2-3 დღის წინ, თითქოს მათ 4 ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს ამ ავიამზიდს, როგორც ხედავთ, ის კვლავ ოპერირებს, კვლავ ოპერაციის ზონაშია და აქტიურად არის ჩართული მოქმედებებში. და დასკვნა მარტივია, მასზე არანაირი ერიში არ განხორციელებულა და ამას მალევე უწოდა CENTCOM-მა fake news. შემდეგი ნიუსი ეხება ასევე საჰაერო ძალების მობილიზებას, B-1-ის ლანსერის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების კადრი არის აქ, რომლებიც ჩაფრინდნენ ბრიტანულ ავიაბაზაზე. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოსამზადებელი ნაბიჯი. ეს ამას ნიშნავს, რომ ეს ბომბდამშენებიც უკვე ბრიტანული ავიაბაზებიდან შემდეგ უკვე გაფრინდებიან მისიაზე და მიიღებენ მონაწილეობას ირანზე დარტყმებში. აქ რა გვაქვს? აქ ასევე არის დამატებით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიგით მესამე ავიამზიდი განთავსდება რეგიონში, ამ დრომდე
როგორც ცნობილია, აბრაამ ლინკოლნი ოპერირებს, რომელზეც ახლახანს გიყვებოდით ოპერაციის ზონაში და ასევე ჯერალდ ფორდი. ეს იქნება უკვე რიგით მესამე ავიამზიდი, ამერიკული ავიამზიდი, რომელიც გაიგზავნება რეგიონში და ის არის ჯორჯ ბუშის სახელობის, ჯორჯ ბუში უფროსის, ასე ვთქვათ, რომ დავაზუსტოთ. აი ამ ავიამზიდზე არის სწორედ საუბარი. ამერიკული ავიამზიდი თქო ხაზგასმით, იმიტომ ვახსენე, რომ არის საუბარი დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც ავიამზიდის გაგზავნაზე რეგიონში. ბრიტანეთში განაცხადეს, რომ დაახლოებით 5 დღიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ მათი ერთ-ერთი ავიამზიდი აიღებს უკვე გეზს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისკენ და დიდი ალბათობით ის მიიღებს თავდაცვით პროცესში მონაწილეობას ირანიდან გასროლილი შაჰიდების თუ ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრას გულისხმობენ. ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შეტევით ოპერაციებში ჩაერთოს ბრიტანეთის მხარე. ახლა კი უკვე გადავიდეთ შედეგებზე, რაც იყო გასული 24 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანი დარტყმები თეირანში თუ არა მხოლოდ თეირანში, ძირითადი სამიზნე კვლავ არის როგორც შტატების, ასევე ისრაელის მხრიდან შტაბები, სამართავი პუნქტები, რომელიც პირწმინდად ნადგურდება. არა მხოლოდ რაღაც ცენტრალური ან რეგიონული მასშტაბები, პოლიციის განყოფილებების დონეზე დავიდა ეს ოპერაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანაყოფების ინფრასტრუქტურას პირწმინდად ანადგურებენ. აქ იგულისხმება როგორც არმიის ობიექტები, იგულისხმება ასევე IRGC-ის ობიექტები, იგულისხმება ბასიჯის კორპუსი, პოლიციის დანაყოფები და ასე შემდეგ. მე მათ შორის ერთ-ერთ წინა ვიდეოში, უბრალოდ ამის წინა ვიდეოში გიყვებოდით, რომ ამ ყველაფრის ფონზე ირანის რეჟიმი იცვლის გადადის, ასე ვთქვათ, ცნობილ ტაქტიკაზე, რომელიც ძირითადად ჰამას და მსგავს ორგანიზაციებს მისსავე პროქსებს უკავშირდებოდა ხოლმე. ისინი გადადიან, ინაცვლებენ სკოლებში, ინაცვლებენ საავადმყოფოებში და იქ მართავენ შეხვედრებს და იქ გეგმავენ, ასე ვთქვათ, მათ მოქმედებებს, იმიტომ რომ უჭირთ გაეკარონ ბაზებს. მათ შორის ცოტა ხნის წინ შემოვხვდა ვიდეო, სადაც სახედაფარული ერთ-ერთი სამხედრო საუბრობდა, რომ ორნი ვიყავით სამხედრო ბაზაზეო და გარეთ გვეძინა იმის შიშით, რომ არ მომხდარიყო იერიშიო. ასევე ამბობდა, რომ მეთაურობა დაგსაქსულია, ზოგი საერთოდ უარს ამბობს სამსახურზე და წასულეო. უბრალოდ ასეთი, ეს არ არის ერთადერთი, ბევრი მსგავსი ვიდეო შემოვხვდა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები საუბრობენ, მაგრამ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არაფრით არ ვართ გარანტირებული, რომ ეს არიან რეალური სამხედროები. აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ეს რეალობა იყოს და ისინი რეალობას აღწერდნენ, მაგრამ ამ ტიპის მიმართვები, სადაც ვერ იდენტიფიცირდება ადამიანი, სახედაფარული აქვს, ხმა შეცვლილი აქვს, შესაძლოა სულაც რომელიმე დაზვერვის აგენტი იყოს და სპეციალურად სამხედრო ფორმაში ჩაცმული წერდეს, რომ საინფორმაციო ტალღა გამოიწვიოს და დემორალიზება. 50-50, ასე ვიტყოდი, შესაძლოა ეს ნამდვილი ვიდეოები იყოს, ნამდვილი ჯარისკაცები იყვნენ, შესაძლოა არც იყვნენ. ნებისმიერ შემთხვევაში ირანის რეჟიმი ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი სამხედრო ძალები თუ საპოლიციო ძალები და ასე შემდეგ მძიმე დარტყმებს განიცდიან. ამის დადასტურება სწორედ ეს კადრიც თეირანში გადაღებული გასული 24 საათის განმავლობაში, გუშინდელი დღის კადრებია პრინციპში, ასე ვთქვათ, სადაც ჩანს მინიმუმ 2 დიდი აფეთქება, ერთი აქ, რომელიც ახლოს არის და მეორე ოდნავ მოგვიანებით აქ გადავიდა კადრის შემდეგ შენობაზე მოშორებით, სადაც ასევე დუხს ყველაფერი და ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება შენობები. ხო, ამ ვიდეოს აღწერაში აქვე ვკითხულობთ, რომ ეს არის ბასიჯის კორპუსის ერთ-ერთი ბაზა ქაშანის ქუჩაზე. თეირანში არის ეს ყველაფერი. ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში რამდენადაც აქ არის აღწერილი. ეს უკვე არის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ერთ-ერთი ბაზა თეირანთან ახლოს, ანუ რაღაც გარე უბანზე არის აქ საუბარი და ძალიან ეფექტური კადრები კი არის ამასობაში. ხო, მოკლე კადრია, მაგრამ ნამხელა აფეთქება ჩანს, ნახეთ.
მასშტაბს დააკვირდით. სიგიჟე. გავაგრძელოთ. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ეს არის იგივე აფეთქება უბრალოდ სხვა რაკურსით, შეგვიძლია ასე ვთქვათ. მოშორებით არის ეს მძღოლი, რომელიც ამ მასალას იღებს, შკარად. და აქაც, უფრო კარგად აღიქმება პრინციპში მასშტაბი, რამხელა აფეთქება იყო ამ კონკრეტულ ადგილას. გავაგრძელოთ. ბაშერის პროვინცია, სამხრეთ ირანი. ბუნკერ-გამტანი ბომბებით დარტყმა იქნა მიტანილი ირანის სამხედრო ობიექტებზე. აბა ვნახოთ ეს ვიდეოები. კი ბატონო, შემდეგი. ხო, აი აქ განსხვავებული არის მოცემულობა რაღაც მთიან ზონაში არის დარტყმა მიტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც მიწისქვეშა ობიექტი განადგურდა დიდი ალბათობით, შენიღბული, ასეთ მთიან ზონებში ბევრი ასეთი ობიექტი არის გასაიდუმლოებული, თუმცა აი რამდენად გასაიდუმლოებულია, აქ ალბათ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის თუ ამერიკის შეერთებული შტატების თუ მათი პარტნიორების სადაზვერო სამსახურები წლებია, არა მხოლოდ ბოლო 1 წელი და თვეები, წლებია სწავლობენ ირანში არსებულ სიტუაციას, წლებია სწავლობენ მათ სამხედრო შესაძლებლობებს და ზედმიწევნით იციან დარწმუნებული ვარ ყველა მისამართი სად რა არის განლაგებული, ეს კი არა რეალურ დროში ადგენენ რომელი მეთაური, რომელ საძინებელ ოთახშია და იქ ანადგურებენ და შესაბამისად ეჭვმეპარება, რომ რომელიმე სამხედრო ობიექტი იყოს საიდუმლო ისრაელის ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ირანის ტერიტორიაზე. ამის თქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ის, რომ რით დავიწყე ხო ამ ამბების მიმოხილვა მოჯთაბა ხამენეი, რომელზეც პირდაპირ იერიში მიიტანეს. მას შემდეგ რაც აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია მოხდა, ჯერ აქედან დავიწყოთ, ანუ სულიერი ლიდერი, რომელიც უსაფრთხოებაც ყველაზე მეტად გარანტირებული უნდა ყოფილიყო, მისი უსაფრთხოება ვერ იქნა დასული და პირველივე დღეს, პირველივე საათების დროს მიტანილი იერიშს აიათოლა ხამენეის სხვა ლიდერებთან ერთად ემსხვერპლა, ხო? ამის შემდეგ კიდევ უარესი ხდება ის, რომ მისი მემკვიდრეც არ არის დაცული და იმდენად მორღვეული არის ეს უსაფრთხოების სისტემა, რომ მარტივად აგნებენ მის ადგილსამყოფელს, მარტივად იგებენ მის შესახებ ინფორმაციას და აყენებენ დარტყმას. ამ შემთხვევაში მოჯთაბა გადარჩა, ფაქტია, დაჭრილია უთქვეს. ხო, ეს არის რა არის თქმაც მინდა, რომ აქ რაიმე საიდუმლო ობიექტის არსებობაზე უბრალოდ კომიკური არის, რომ ვისაუბროთ. ყველაფერი იციან სად რა არის და ფაქტია, რომ მიზანმიმართულად ანადგურებენ და ამას ასახავს ეს მასალები. ესაც მორიგი საჰაერო დარტყმა. ამ შემთხვევაშიც არის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ინფრასტრუქტურა, ქარჩაკ, ასეთი დასახლებული პუნქტი, თეირანის პროვინცია. დღეს დილით, ანუ გუშინ დილით გადაღებულია ეს კადრები, ვნახოთ. ხო, როგორც მახსოვს. მოვისმინოთ და გეტყვით. ამ ვიდეოს ტიტრიანი ვერსია ვნახე. ხო, ამერიკა, ისრაელ ხო გავიგეთ. მოკლედ ამ ვიდეოს ტიტრიანი გატიტრული ვერსიაც იყო, ინგლისური თარგმანით, ასე ვთქვათ, სადაც ჩანდა შინაარსი. ეს კაცი და ქალი უზის, აშკარად ქალის ხმაც ისმის, ამბობს, რომ ნახეთ რა ხდება, რამხელა დარტყმაა და ბოლოს აქებს ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა ვიდეოებშიც მსგავსი მასალები ნაჩვენები მაქვს, სადაც ჩანს ხალხის რეაქცია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის მომდევნო პროცესების კონტექსტში და ამას ყოველთვის ხაზს უსვამ. ირანის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ირანის მოქალაქეებს უხარიათ, რომ მის ქვეყანას ბომბავენ. ანუ ეს ხო ფაქტობრივად პარადოქსია, მაგრამ ეს არის რეალობა. ირანის მოქალაქეებს უხარიათ, რომ მათ
ქვეყანაში, მათ დედაქალაქში მიმდინარეობს ასეთი მძიმე დაბომბვა, იმიტომ რომ ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს გათავისუფლების ერთადერთ შანსს რომ განსხვავებული მომავალი შექმნან და დაამხონ ის რეჟიმი, რომელიც ძალიან ყელში ყავთ უკვე ამოსული და ბევრი სისხლია მათ ხელებზე. თუნდაც ძალიან კარგად მახსოვს მე პირადად და დარწმუნებული ვარ თქვენიც გახსოვთ და იმათ მით უმეტეს ახსოვთ რა მოხდა იანვრის თვეში. ამიტომ ასეთი რეაქციები ბევრია, ყველგან სადაც შეუძლიათ ამას გამოხატავენ, ეს ძალიან კარგად იცის ირანის მოქმედმა, ჯერ კიდევ მოქმედმა რეჟიმმაც და ყველაფერს აკეთებს ამის პრევენციისთვის. მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ლიდერის სატელევიზიო გამოსვლა იყო 2 დღის წინ ირანის რეჟიმის კონტროლირებად მედიაში, სადაც ის ამბობდა, რომ პირდაპირ ბრძანება გასცა ლიკვიდაციის. რომ ვინც კი გამოხატავს ღიად და ამას შეამჩნევს შესაბამისი თანამშრომელი პოლიციის იქნება თუ ბასიჯის კორპუსის თუ რომელიმე სხვა დანაყოფის, რომ უხარიათ ირანის რეჟიმზე დარტყმები, რამე შეძახილით ან ქცევით, თუნდაც გაღიმებით, აი ესეთი სიტყვით ამას ამბობდა, გამოხატავენ ისინი მსგავს რეაქციას, ისინი არიან სახელმწიფოს მტრები და მათი ლიკვიდაცია უნდა მოხდეს ადგილზე. ანუ პირდაპირ ესროლეთ, ვინც კი ამას გამოამჟღავნებს, მსგავსი ბრძანება არის გაცემული ოფიციალურად. ამიტომ ხდება ისე, რომ წინაზეც ვამბობდი მე სახლებშიც კი აივნებზე რომ გამოდიან და ზეიმობენ მოქალაქეები, იყო ესეთი შემთხვევები, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს კუჩიდან, რომ შეეწყვიტათ ეს პროცესი. დიდი პრობლემაა მათთვის, მაგრამ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არ არის ერთეული და რაღაც ესეთი შემთხვევები, ხალხი სკანდირებს გაყვირის კუჩაში ღამე სიკვდილი ხამენეის დამხობა რეჟიმს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი ძალიან დიდ მუხტზე მიანიშნებს, რომელიც მართლაც არის საზოგადოებაში. ახლა მთავარი ის არის, რომ როდესაც დადგება ეგ დრო და ამ დროის დადგომაზე მათ შორის ბენიამინ ნეთანიაჰუმაც თავის ბოლო მიმართვაში გაამახვილა ყურადღება, მას ესეთი ფრაზა ჰქონდა, რომ ჭეშმარიტი მომენტი ახლოვდება და ირანის საზოგადოება უნდა მოემზადოს აჯანყებისთვის. ანუ ისინი თანდათან ესე იგი მიანიშნებენ იმაზე, რაც პრინციპში გაცხადებულია წინასწარ, რომ ამ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ საბოლოო წერტილი თავად ირანელმა ხალხმა უნდა დასვას. ამ გზავნილებში განსაკუთრებით ისრაელი აქტიურობს, ბენიამინ ნეთანიაჰუ აქტიურობს, შტატების პრეზიდენტზე იგივეს ვერ ვიტყვით, ის ამბობს ზოგადად, რომ აი ვინც მოვა, უნდა ჭკვიანად იყოს და ახლობით ეგეთი ქვეტექსტი აქვს. ყოველ შემთხვევაში ტრამპი ღიად არ მიანიშნებს, რომ ის არის პირადად ჩართული რაღაცა კანდიდატების შერჩევის პროცესში და კონკრეტულ გზას თავაზობს თუ როგორ უნდა მოხდეს იქ რევოლუცია თუ ასე და ასე შემდეგ. ისრაელი უფრო გამოკვეთილი არის ამ ნაწილში. თუმცა ტრამპმა უნდა ვახსენოთ ასევე ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში თქვა, რომ ვინც მოვა, ის საუცილებლად უნდა იყოს მასთან თანხმობაში, მის პოლიტიკასთან თანხმობაში და მასთან შეთანხმებული უნდა იყოს ეს საკითხი მასში, როდესაც დაემხობა ეს რეჟიმი. ასეთი განცხადება გააკეთა სწორედ დღეს მის ბოლო მიმართვაში. კარგით, გავაგრძელოთ ახლა ამ თემებს პერიოდულად გზადაგზა კიდევ შევეხებით. ეს არის მომენტი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშს ვხედავთ საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე, რომელიც ისფაჰანის აეროპორტთან ახლოს იყო განლაგებული ირანში. ნახოთ ეს დარტყმაც. მანამდე შტაბებზე საუბრობდი, ახლა საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე თითქმის განულებული არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ამ დროისთვის უკვე ირანის, იმიტომ რომ სრული დომინაცია აქვს როგორც ისრაელის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციას, თუმცა ნებისმიერ ახლა ჩემი ხმა გადაფარა და ამაზე ვსაუბრობდი სწორედ რა. ეს ხალხიც აი დააკვირდით. არ ჭირდება ამას ენის ცოდნა, ემოციას რომ მივხვდეთ, ხო? ცოტა ტვინში ვერ ლაგდება მართლაც, რომ როგორ შეიძლება რომ აი საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში ხედავდე რომ რაც არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის ავიაცია ბომბავს შენ ქვეყანას და ესეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს ეს ხალხი, რომ უხარიათ ყოველი ბომბის ჩამოვარდნა და ყოველი რეჟიმის ობიექტის განადგურება მათთვის არის ზეიმი.
არ არის ეს გადაჭარბებული, აი რამდენსაც ვნახულობ 90%-ში ასეთი ემოციები მხდება და აუც თქვენც ნახეთ, გადაახედეთ და თუ ვინმე არ მეთანხმებით, თავადაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ უამრავი ასეთი ვიდეო ვრცელდება როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიაში. კარგით, ახლა წავედით უფრო ბოლო ამბებისკენ და მნიშვნელოვანი თემა იწყება. აქ არის მოცემული ინფორმაცია, რომ სულ რამდენიმე საათის წინ ისრაელის საჰაერო ძალებმა დაიწყო ირანის ნავთობ და გაზის ობიექტების დაბომბვა. ეს არის ახალი სიტყვა მათი მხრიდან და ახალი ნაბიჯი. მანამდე ისინი ენერგოობიექტებს არ ურტყამდნენ, მაგრამ ახლა დაიწყეს მასობრივად მათი დაბომბვა 30 მთავარი ნავთობ ობიექტი დაბომბეს თეირანში. აი ამ ინფორმაციაში ამაზე არის საუბარი, მოდით ვნახოთ ეს კადრები ჯერ. 30 მხოლოდ თეირანში და მხოლოდ ისრაელმა. და ამაღამ მოსალოდნელი არის, აი ახლა თუნდაც როდესაც ამ ვიდეოს წერ, მოსალოდნელი არის დიდი ავიარეიდები შტატების მხრიდან და ვახსენე უკვე B-52-ები, B-2-ები და ასე შემდეგ. ყველა B გადასროლილი ყავთ და ყველა F-ი გადასროლილი ყავთ. და თუ ასე მასობრივად დაბომბეს მათი ნავთობ ობიექტები, რთული ამბავი იქნება, ნამდვილად ძალიან დიდი დარტყმა იქნება ეს ირანის რეჟიმისთვის, თუმცა მეორე საკითხია ნავთობ ობიექტებზე დარტყმა როგორ აისახება შემდეგ უკვე გლობალურად უფრო ნავთობ ბაზარზე, ამ ხრივ ბალანსზე. სხვაშორის აი ეს ნიუსი როდესაც ვნახე, ვფიქრობდი რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზანი, რომ ნავთობ ობიექტების დაბომბვას იწყებენ. ერთია ის, რომ ირანის რეჟიმის შემოსავალი რუსეთის არ იყოს დგას სწორედ ჩრდილოვან ფლოტზე და სანქცირებული ნავთობის გაყიდვაზე, მაგრამ მეორე არის ის ამბავი, ასევე რაც მე პირველ რიგში გამახსენდა, რომ ირანის რეჟიმმა გადაწყვიტა ორმუზის სრუტის ჩაკეტვა და ისინი ატერორებენ ყველას, ვინც გაივლის და გამოივლის და გაჩერებულია ეს პროცესი. შტატებმა თქვა, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ მათ უსაფრთხოდ გაცილებასო, მაგრამ არ ვიცით რეალურად ამ ხრივ რა ხდება. ერთი ფაქტია, რომ მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შეჩერებული და ეს უკვე აისახა ნავთობის ფასებზე. შესაძლოა სწორედ მაგ მხრივ მაგას უკავშირდებოდეს, არ ვიცი, უბრალოდ ესეთი ვერსია პირველი რაც თავში მომივიდა, რომ ნავთობ ობიექტებზე დარტყმით აიძულონ ჰორმუზის სრუტეს გაეშვან, ირანის რეჟიმი აიძულონ, რომ ამ გადაწყვეტილებას გადახედონ. ესაც არის ერთ-ერთი სულ ახალი ინფორმაცია და ესაც ასახავს აი ამაღამ მიტანილ იერიშებს ირანის ნავთობ ობიექტებზე. ვნახოთ ეს ამბავი როგორ გაგრძელდება და ეს მხოლოდ ამ ამბის ერთი ნაწილია. დიდი ალბათობით სწორედ ნავთობ ობიექტებზე იერიშების მიტანას უკავშირდება ის თემა, რომელიც დასაწყისში ვახსენე და აუცილებლად უნდა დაუბრუნდე. მუქარა იგივე აზერბაიჯანის მიმართ და მათ მიმართ წაყენებული ულტიმატუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამბავიც, რომელიც საინტერესო რატომ არის ამ ხრივ. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ხდება დიდწილად ამ გზით გადატანილი ნავთობით ხდება ისრაელის მომარაგება. სხვადასხვა ინფორმაციით 30-დან 40%-მდე ისრაელის ნავთობის იმპორტის მოდის სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან გატარებულ ნავთობზე. ამიტომ არის მათთვის ეს მნიშვნელოვანი თემა, ამიტომ არის რისკი ამ მილსადენთან მიმართებით და ამიტომ უმიზნებენ ისევ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს. ამას დაუბრუნდები. გავაგრძელოთ მანამდე რა ხდება. მთიანი ზონა, ისრაელის მორიგი იერიში, ისფაჰანი, აქაც დიდი ალბათობით განადგურებული იყო ან სარაკეტო სისტემების განთავსების ადგილი, ან რომელიმე საწარმო, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობდა. ასეთი ძლიერი აფეთქება გვაქვს აქაც მთებში, კლდეებში, მაგრამ იმ ბომბებს, რომლებიც აქვს უხვად ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქვს შესაძლებლობა, რომ იგივე კლდიან ზონაში, აი კლდიან რელიეფს რადგან უყურებთ, სადღაც 10-15 მეტრის სიღრმეში, ან მეტი, აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რამდენიმე
მინიმუმ 20 მეტრის თუ 15 მეტრის სიღრმეზე შეუძლია რომ ჩახრიტოს ესეთი ძლიერი რელიეფიც კი და სადღაც 2 მეტრის სისქის თუ არ ვწდები რკინა-ბეტონის გახვრეტის რესურსი აქვს აი ამ ავიაბომბებს, ტონიან ავიაბომბებს, რომლებსაც იყენებენ და სწორედ აი ასეთი ტიპის ობიექტების გასანადგურებლად არის გათვლილი. ანუ კი დაცულია თითქოს განთავსებულია მიწის ქვეშ, ან შენიღბულ არეალში, მაგრამ ნუ მსგავსი სამიზნეები ნადგურდება და ამის შესაძლებლობა აქვთ. ნახოთ როგორ წავა საქმე, ესაც შემდეგ იერიში გვაქვს იგივე სამხედრო ობიექტები, საწყობები და ეს ამ საწყობების აფეთქება თეირანში ხდება და იწვევს ძალიან დიდ მუხტს. ამიტომაც არის ესეთი მძლავრი აფეთქებები, რომ შემდეგ უკვე დეტონაცია ხდება თავად საბრძოლო მასალის, რომელიც აქ არის განთავსებული. ერთმანეთის პარალელურად ხედავთ რამდენი რამ დუხს. ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი. რამდენადაც გავეცანი ინფორმაციას, აი ეს მონუმენტი არის განთავსებული თეირანის ცენტრში, ერთ-ერთ მჭიდრო დასახლებულ ზონაში, აზადის მოედანი, ასე ქვიაო თურმე. აზადი რაც ნიშნავს თავისუფლებას, ანუ თეირანის თავისუფლების მოედანია მოკლედ. ეს არის შემდეგ წავიდეთ უკვე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ მასალაზე. აქ საუბარი არის საჰაერო თავდაცვის სამეთაურო პუნქტის განადგურებაზე, შესაბამისი საინფორმაციო გრაფიკა გვაქვს მოცემული, თეირანის ტერიტორია და ესეთი ილუსტრაცია მიწისქვეშა კომპლექსი, სადაც იყო განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების სამართავი პუნქტი. ესაც მნიშვნელოვანი სამიზნე, რომელიც გაანადგურა ისრაელის ავიაციამ ამ შემთხვევაში და ასევე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მასალა, სადაც ამ შემთხვევაში საუბარი არის სამხედრო საწარმოების კომპლექსის განადგურებაზე. სადაც იწარმოებოდა სხვადასხვა კომპონენტები ბალისტიკური რაკეტების, შესაბამისი კადრები და შესაბამისი გრაფიკული გამოსახულება. ბალისტიკური რაკეტების ძრავები და ასევე უშუალოდ ესეთი საბრძოლო ნაწილი, ესე ვთქვათ, საბრძოლო მუხტის გადამტანის თავაკები, ასე ეძახიან, ხო? ასეთ ობიექტებსაც მოკლედ ინტენსიურად ანადგურებენ, თუმცა ისრაელის შემთხვევაში არსებობს მეორე ფრონტიც, ვინც არიცით აქვე აგიხსნით რა შეასაქმე, რამდენიმე დღეა უკვე ისრაელმა დაიწყო საჰაერო იერიშები, ასევე სამხმელეთო ოპერაციაც ლიბანის ტერიტორიაზე, იმისთვის რომ გაანადგუროს ჰეზბოლა. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ბეირუთში გადაღებულ კადრებს, რომელიც მასობრივ საჰაერო თავდასხმას, საჰაერო დარტყმებს ასახავს და ნგრევა. აი ესეთი მასშტაბის. ეს არის ბეირუთი, საიდანაც მოსახლეობის ნაწილი უკვე გადის და აუცილებლად ვიტყვი ჰეზბოლას და ლიბანის მთავრობის პოზიციის შესახებაც. მანამდე კიდევ ერთი კადრი ვნახოთ, ძალიან შთამბეჭდავი. ნახეთ რამხელა შენობა ჩამოინგრა წამებში, ხო? ძალიან ძლიერ დარტყმებს აყენებენ ჰეზბოლას პოზიციებს ლიბანში, მოკლედ. და საინტერესო ის არის, რომ თავად ლიბანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გაანაიარაღოს და გაანეიტრალოს ჰეზბოლა და ეს არის ძალიან სერიოზული პროცესი. ირანის რეჟიმზე პირდაპირ დარტყმების პარალელურად მიზანი არის მისი პროქსების განადგურება და განეიტრალება. მათ შორის პირველ რიგში მოიაზრება ცხადია ჰეზბოლა, ჰამასი, იემენელი ჰუსიტები და სხვა დაჯგუფებები, რომელსაც ასაზრდოებდა, აფინანსებდა, აიარაღებდა, წვრთნიდა სწორედ IRGC, ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ძირითადად და ეს იყო ბოროტების ღერძი, როგორცაც მას უწოდებენ ისრაელში და არა მხოლოდ ისრაელში. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ განცხადებას, რომელიც ეკუთვნის ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრს და მან თქვა, რომ ისინი იწყებენ მნიშვნელოვან პროცესს განიარაღებისთვის
ჰეზბოლას განიარაღებისთვის, მათზე გამოცხადებულია ნადირობა, ასე ვთქვათ, ანონსებენ დაკავებებს იმისთვის, რომ საბოლოოდ აღიკვეთოს მათი დამოუკიდებელი მოქმედება სახელმწიფოში, რომელსაც ყავს მთავრობა, ოფიციალური უწყებები, მაგრამ არსებობს ჰეზბოლა, რომელიც მათ მიღმა მოქმედებს, ასე ვთქვათ, მათი კონტროლის ქვეშ არ არის და ამჯერად, ისრაელთან შეთანხმებით ლიბანმა აი ამ პროცესში ხმა აიმაღლა და ამბობენ, რომ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა საბოლოოდ და უნდა განეიტრალდეს ჰეზბოლა. ეს უკვე გადაწყვეტილებაა, ეს უკვე ძალაშია და ამას პირობას დებენ ყოველ შემთხვევაში, რომ გააკეთებენ თავად ლიბანის ოფიციალური უწყებებიც იმ ფონზე, რომ მათ ჰეზბოლას წინააღმდეგ უკვე დაიწყო სამხმელეთო და საჰაერო იერიშები, როგორც უკვე ვახსენე. თავის მხრივ ჰეზბოლა ბომბავს ისრაელს დღეს სულ რამდენიმე საათის წინ 40-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული ჰაიფას, ისრაელის ქალაქ ჰაიფას მისამართით. ვკითხულობდი სხვა წყაროებშიც ინფორმაციას, რომ ეს არის ამ ღამის, სულ ახალი მასალა არის ისრაელის ცოტა ხნის წინ ასე გამოიყურებოდა. მე ვკითხულობდი ინფორმაციას, რომ მათ შორის უმართავი რაკეტები გაუშვეს ისრაელის ქალაქების მიმართულებით, რაც თავდაცვამ მარტივად, ამ შემთხვევაში აქტიურად იმუშავა რკინის გუმბათმა, სწორედ ასეთ სამიზნეებზე არის ძირითადად გათვლილი რკინის გუმბათი, განადგურებული იქნა. ასევე ვკითხულობდი ცოტა ხნის წინ ინფორმაციას, რომ ბალისტიკური რაკეტების გაშვებაც მოხდა ამ შემთხვევაში უკვე ირანის ტერიტორიიდან სულ 2 საათის წინ. და ჩართული იყო საჰაერო განგაში სიგნალი. ახლა უკვე ვნახოთ დინამიკაში რა შესაძლებლობები აქვს ირანის რეჟიმს ამ დროისთვის და რა შესაძლებლობები გამოაჩინა მან გასული დღეების განმავლობაში. წინა ვიდეოში შემოგთავაზეთ ასეთი სტატისტიკა, რომლის ავტორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა. ამ შემთხვევაში ამერიკული და ისრაელის ერთობლივი მონაცემები არის შეჯამებული მედიის მიერ და მონაცემები ასე გამოიყურება, რომ მნიშვნელოვანი კლება არის რეალურად ისრაელის და არამხოლოდ ისრაელის მიმართ გაშვებული საბრძოლო მასალის თვალსაზრისით ბოლო დღეს, დღეისათვის იგივე პირველ დღესთან მიმართებით. გავყოთ ესე იგი ბალისტიკური რაკეტების სტატისტიკას ცალკე ხედავთ, წითელ ფერში, დრონების სტატისტიკას ცალკე ხედავთ ლურჯ ფერში. პირველ დღეს 350 ბალისტიკური რაკეტა, 175 მეორე დღეს, 120 მესამე დღეს, 50 მეოთხე დღეს, 40 მეხუთე დღეს, 32 მეექვსე დღე, მე7 დღე 28 და მერვე დღეს 15 ბალისტიკური რაკეტა. ერთი კვირის განმავლობაში 350-დან შემცირდა 15-მდე. ეს ხდება იმ ფონზე, რასაც მანამდე გაჩვენებდით, მუდმივად იბომბება მათი სარაკეტო შესაძლებლობები. დრონები 294 პირველი დღე, შემდეგ 551 მეორე დღეს, აქ უფრო ზრდა იყო მეორე დღეს დრონების ნაწილში, მაგრამ წავიდა შემდეგ უკვე კლება. მესამე დღე 200 დრონი, მეოთხე დღე 85, მეხუთე 45, მეექვსე 38, მე7 30, მერვე დღეს 12. ანუ გამოდის, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში ამ ნიუსის გავრცელებამდე, მანამდე 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 15 ბალისტიკური რაკეტა და 12 შაჰიდის ტიპის დრონი ჰქონდა ირანს გაშვებული. ეს არის იგულისხმება ოღონდ მხოლოდ ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები და დრონები. სხვა არის კიდევ ჰეზბოლა, რასაც უშვებს ისრაელის მისამართით, მაგალითად, რაც ახლა მე თქვენ გაჩვენეთ და ცოტა ხანში მექნება საუბარი იემენზეც, რაც არის ერთ-ერთი სიახლე. ამ ოპერაციის დაწყებიდან პირველად დაფიქსირდა იემენიდან რაკეტების გაშვების ფაქტი. რაკეტები თუ დრონები ზუსტად არ მახსოვს, ამ ნიუსამდე მივალთ. კარგით, გავაგრძელოთ მნიშვნელოვან თემაზე. შევეხეთ დღეს, ესე იგი მუდმივად გაგვდევს ეს აზერბაიჯანის თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ყველა დეტალი აქ არის ძალიან საგულისხმო. თავში ვახსენე პრინციპში და აქ არის სწორედ ის განცხადება, რომელიც ეკუთვნის ფეზეშკიანს, ირანის პრეზიდენტს, სადაც ის იხდიდა ბოდიშს, ასე ვთქვათ. იხდიდა ბოდიშს მეზობელი ქვეყნების წინაშე და პირობას დებდა, რომ მათი მისამართით აღარ განხორციელდებოდა მომდევნო იერიშები. აი აქ სწორედ ეს არის ნათქვამი, თავად განცხადება ჩავრთოთ, აღარ მახსოვს.
ხო, სპარსულად არის აზრი არა აქვს ახლა ამის მოსმენას, აქ არის მოცემული შინაარსი. სადაც პეზეშკიანი ეს რამეს ამბობს, რომ გუშინო, ანუ 2 დღის წინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ირანმა მომავალში აღარ განახორციელოს რაკეტებით დარტყმები მეზობელ ქვეყნებზე, თუ საპირისპიროდ მათგან არ იქნება იერიშები განხორციელებულიო. აქვე დამატებით ამბობს, რომ შეერთებული შტატები ტყუილად ოცნებობს, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებითო და იმუქრება და ბოლოს ეს მნიშვნელოვანი ფრაზა, სადაც ამბობს, რომ ბოდიშს ვიხდი მეზობელი სახელმწიფოების წინაშე, ჩვენ არანაირი განზრახვა არ გაგვაჩნია მათ წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისო. კარგით, ესე იგი ბოდიში მოიხადა, ამას სხვადასხვა უნდა აღინიშნოს, რომ წინ უძღოდა თურქეთის ინციდენტი, თურქეთის მისამართით გაშვებული რამდენიმე საჰაერო სამიზნე, რომელიც ჰაერშივე გაანეიტრალეს და დარტყმა როგორც ესეთი არ განხორციელებულა, თუმცა ნამსხვრევები თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოყარეს. შემდეგ იყო უკვე აზერბაიჯანი, რაც არაერთხელ ვახსენე და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საკმაოდ მოზომილი განცხადება. ალიევი ესეთ რამეს ამბობდა, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ რაიმე ფორმით სამხედრო კონფლიქტში შევიდეთ ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, ირანთან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი მხრიდან განხორციელდა თავდასხმა, ჩვენ გვაქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს, მაგრამ თან აქვე დასწინა, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ აგრესიის შემთხვევაში შესაბამისი პასუხი გავცეთო. ამას უკვე მოყვა ბოდიში, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის რა ხდება ბოდიშის შემდეგ. ხო, აღარ აპირებდნენ თავდასხმას მეზობელ ქვეყნებზე პრეზიდენტს თუ დაუჯერებთ ირანის, ხო? აქ გვაქვს ჩვენ ირანის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომელიც ესეთ რამეს ამბობს. მანამდე ვიდრე ამერიკული ბაზები იარსებებს რეგიონში, ეს ქვეყნები მშვიდობას ვერ ეღირსებიან. თანხმდებით, რომ ეს განცხადება უკვე პირდაპირ წინააღმდეგობაში არის მანამდე მოხდილ ბოდიშთან პეზეშკიანის მხრიდან. თუმცა ამით არ მთავრდება ამბავი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოგვიანებით გაავრცელა უკვე ოფიციალური განცხადებაც, ასეთი წერილობითი განცხადება. ტექსტში ნათქვამია, რომ რეგიონის ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი რამ. არ დაუშვან ამერიკის და ისრაელის მხრიდან მათი ტერიტორიის, მათი საჰაერო სივრცის და მათი ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანზე თავდასხმისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახელმწიფოები მიიღებენ შესაბამის პასუხს და ზიანს. ეს არის უკვე ოფიციალური განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მალევე განულდა პრეზიდენტ პეზეშკიანის განცხადება, სადაც ის პირობას დებდა, უпростоრად დროებით მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ახარ იქნებოდა მიტანილი მეზობელ სახელმწიფოებზე და გუშინდელი დღის კადრი, სადაც ჩანს დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე მორიგი დრონის მიფრენა, რაც უკვე სათვალავია მერია, მე რამდენი დარტყმა არის კონკრეტულად დუბაის საერთაშორისო აეროპორტზე. ხედავთ სამოქალაქო აეროპორტს, თვითმფრინავებს, მატარებელს, რომელიც მოძრაობს და უცებ დიდი აფეთქება დრონის დაშვება პირდაპირ ტერმინალთან. აი ასე გამოიყურება მოკლედ დაპირება თავდაუსხმელობის შესახებ. თან აქ ხაზი უნდა გავუსვათ ამბავს, რომ ეს ხდება სამოქალაქო აეროპორტის ტერიტორიაზე, სამოქალაქო ტერმინალთან და არა სამხედრო ობიექტზე პირობითად, რომელიც პოტენციურად ან რეალურ მოქმედებებში შესაძლოა იქნას გამოყენებული ისრაელის ან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მანამდე ჭედავდა და ახლა გავუშვა, კი ბატონო, თავიდან ვნახოთ ეს კადრი. Straight to the aircraft. Straight to... Ya Allah. პირდაპირ თვითმფრინავისკენ იყო მიმართული, ესე არ ჩანს აქ თვითმფრინავი, მაგრამ გვერდით მარცხნივ ჩანდა, ხო? აქ უამრავი თვითმფრინავი დგას. აი აქ ჩანს თვითმფრინავები სწორედ. ხო, ცალსახად სამოქალაქო სექტორი არის. თავდასხმის ამის. შემდეგ, აქაც ჩვენ ვხედავთ დუბაის კადრს, ეს უკვე უფრო შედარებით ახალი კადრია, უკვე ღამით გადაღებული, სადაც ასევე არანაირი სამხედრო ობიექტი, მორიგი ცათამბჯენი დუბაიში, რომელიც
დრონის ამიზნე გახდა. თან ეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს დრონები არის მართვადი ხალხო. ანუ ხდება მათი მართვა პროცესში. და თავიდანვე განსაზღვრა სამიზნის. ამიტომ ახლა აი ეს ცათამბჯენი შემთხვევით მოხდა, ამიცი. როგორც წესი ესეთი რამები არ ხდება. ეს არის მიზანმიმართული იერიშები იმისთვის, რომ გამოიწვიონ რაც შეიძლება მეტი ქაოსი რეგიონში და ასე ეს ჩანს, ეს იკვეთება, რომ არის სწორედ ირანის რეჟიმის ტაქტიკა. მათ სრული ქაოსი ჭირდებათ რეგიონში იმისთვის, რომ პოლიტიკური წნეხი გაიზარდოს შტატებზე და ისრაელზე, იმისთვის, რომ ზიანი იგრძნოს ყველამ და ყველამ ერთად მოუწოდოს მათ, რომ გაჩერდნენ და რომ არ ღირს და იმ შემთხვევაში თუ გაჩერდება ეს ოპერაცია, გამოდის, რომ რეჟიმს უფრო მეტი შანსი ექნება, რომ გადარჩეს. და მე ძალას შეინარჩუნებს, ანუ ეს ერთადერთი გათვლა არის, მათ ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს მათთვისაც არის ბოლო ბრძოლა, შესაბამისად ყველა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნონ და ყველაფერს გაისვრიან, რის გასროლის საშუალებაც ექნებათ, ეს უკვე ფაქტია. ხო, ნუ აქაც უბაი არის და აი ამ ცათამბჯენთან მომხდარი აფეთქების შემდგომი რეაგირება თუ არ ვცდები. არა, პრინციპში არა, აქ სხვა, აქ გზასთან ახლოს ჩანს ხანძარი. ეს არ არის ის, რომელიც ცათამბჯენს მოხდა. ეს კიდე სხვა მიფრენა არის აჩქარად. ხო, ნუ აქ ვიდეოს აღწერაში ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, მხოლოდ ნათქვამია ის, რომ დუბაიში მოხდა აფეთქება და ადგილზე რა ხდება ჯერჯერობით უცნობი არისო. კარგით გავაგრძელოთ, ნუ შინაარსი გასაგებია და მივახლოვდით თანდათან უკვე აზერბაიჯანის ამბავს. მოკლედ ეს არის ერთი დღის წინანდელი ინფორმაცია და ოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ რამდენიმე კაციანი ჯგუფი დააკავეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომლებსაც გამიზნული ჰქონდათ ტერაქტების მოწყობა. ანუ მათ რამდენიმე ამოცანა ჰქონდათ, ისინი დაკავშირებული არიან IRGC-სთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთან კორპუსთან, როგორც არის ამ ოფიციალური ინფორმაციაში საუბარი. ეს წყარო არის ამ შემთხვევაში Azeri Times-ი, აზერბაიჯანული მედია საშუალება. თავად ეს კადრები კი სახელმწიფო მედიამ გაავრცელა აზერბაიჯანის და ოფიციალურმა უწყებებმა განაცხადეს ამ ოპერაციის შესახებ. მოკლედ მიზანი იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, სადაც განიხილებოდა განზრახული ჰქონდათ აფეთქებების მოწყობა, ასევე ისრაელის საელჩო ბაქოში და სინაგოგა, რომელზეც უნდა მიეტანათ იერიში. ამ ოფიციალურ განცხადებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ დაკავებულ პირებს ჰქონდათ შესაბამისი ასაფეთქებელი მოწყობილობებიც გამზადებული და საბოლოოდ სპეცსამსახურებმა ჩაშალეს მათი გეგმები. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, სწორედ როდესაც ნახჩევანის აეროპორტზე და კიდევ ერთ ობიექტზე მიიტანეს იერიში დრონებით. ანუ ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ოფიციალურად ნახსენები არის თბილისი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი კონკრეტულად და საფრთხე, რომელიც არაპირდაპირ ირიბად, თუმცა უკავშირდება საქართველოს. ამასობაში ჩვენ ხედავთ რაღაც პოლიტიკურ სოლებს საქართველოში, სადაც რაღაც ეს მართველი პარტია და მათთან დაკავშირებული ხალხი მინიშნებებს აკეთებს, რომ აი მათი დამსახურება არის სწორედ ის, რომ საქართველოზე დარტყმები არ ხორციელდება, მაგრამ არ ხდება რეალურად იმ საფრთხების ახსნა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სამიზნეში ამოღებას. იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკური განცხადებების ფონზე შესაბამისი სამსახურები ახლა ბევრს მუშაობენ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმედი მაქვს ამის და ეს ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მინიმუმ იცოდეს, რომ რამდენად დაცული არის ჩვენი ინტერესები, მოქალაქეების ინტერესები, რამდენად დაცული არის ობიექტები, სტრატეგიული ობიექტები, რომელიც შესაძლოა გახდეს სამიზნე და ამის რისკები ბოლო საათების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და გეტყვით რატომ გაიზარდა.
და ზოგადად კარგი იქნებოდა რომ ოფიციალური უწყებები რამე მინიმალურ ინფორმაციას მაინც გვაწვდიდნენ. ერთ კვირაზე მეტია უკვე ეს პროცესები მიმდინარეობს და არავინ არაფერს არ ამბობს, არავინ არ ხსნის რა ტიპის ნაბიჯები იდგმება, საერთოდ რას აკეთებენ ვერ ვიგებ. ან რაიმე საბჭო თუ შეიკრიბა, უშიშროების საბჭო რომ არ არსებობს ქვეყანაში, ვიცით, საგარეო დაზვერვის სამსახური რომ აღარ არსებობს და გაუქმდა, ეგაც ვიცით. რას აკეთებენ და რას გააკეთებენ მომავალში საფრთხეების თავიდან ასარიდებლად? შესაძლოა აკეთებენ კიდევაც. მე ხომ არ ვამბობ რომ საერთოდ არაფერს არ აკეთებენ და მე რაც არ ვიცი და რასაც ვერ ვხედავ, იმას ვერ ვიტყვი, რას აკეთებენ და რას ვერ აკეთებენ და არ აკეთებენ. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. და ასეთ სიტუაციებში ინფორმაციის საჯაროობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. თქვენ როგორ გონიათ ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუს პირობითად, დონალდ ტრამპს, მარკო რუბიოს, რა ვიცი, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელობას, სარდალს, გაერთიანებული შტაბების უფროსს, ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის თავდაცვის მინისტრს და სხვებს. მეტი საქმე არა აქვთ, რომ კამერებთან დადგნენ და ილაპარაკონ რა ხდება მათი ოპერაციების მიმდინარეობის ფარგლებში, რა საფრთხეები შესაძლოა ემუქრებოდეს მოქალაქეებს, როგორ და რანაირად. სხვათა შორის ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრეთ ბოლო ეპიზოდში, ჩვენს სხვა პროექტში ბოლოს სიტყვაზე. სადაც შეგიძლიათ ნახოთ და მოისმინოთ ეგ ბოლო ეპიზოდი, რომელიც გუშინ განთავსდა და იქ ძალიან ვრცლად ავხსენით ეგ ყველაფერი, მათ შორის ისრაელიდან გქონდა ჩართვა მიხეილ ხეცოიძის, რომელიც მაგალითად ყვებოდა მთელი იმ სისტემების შესახებ, როგორ ატყობინებენ საფრთხის შესახებ მოქალაქეებს. გასაგებია, ახლა მე ტოლობის ნიშანს არ ვსვა, ის ხალხი ომშია, ისინი არიან რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, რეალური საფრთხის ქვეშ რაკეტები დაფრინავს ყოველ საათში მათ თავზე, მაგრამ აქ უბრალოდ ხაზგასასმელი არის მოქალაქეებთან კომუნიკაციის და ანგარიშვალდებულების საკითხი. ეს მხოლოდ ომის დროს არ ხდება. მე გამოწერილი მაქვს იგივე ისრაელის თავდაცვის სამინისტროს არხები, სადაც ყოველდღიურად მოდის ინფორმაციები ან აქტიური ოპერაციების მიმდინარეობის მიუხედავად. როდესაც არ მიმდინარეობს, უბრალოდ მაშინაც კი შიდა სარდლობა, მთელი რიგი სამსახურები მოქალაქეებს ყოველდღიურად აწვდიან ინფორმაციას, პერსონალურად აწვდიან ინფორმაციას, ტელეფონით მისდით შეტყობინებები, რა ხდება, რა პოტენციური საფრთხეები შეიძლება არსებობდეს და ასე შემდეგ. ამხელა პროცესი მიდის რეგიონში, ამხელა ჩვენს უშუალო მეზობელს უკვე შეეხო, იქ იყო აფეთქებები და უკვე ნახსენები არის ბაქო-თბილისი ჯეიჰანი. და სხვათა შორის ვკითხულობდი მოსაზრებებს, გავეცანი სტატიებს, სადაც მათ შორის წავიკითხე რა ტიპის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს. ეს არ არის მხოლოდ რაღაც პირდაპირ შეტევები, მაინც და მაინც არ არის საფრთხე არ გულისხმობს იმას, რომ დრონები დაფრინავდეს საქართველოში ან ბალისტიკური რაკეტები გამოუშვან. იმედია არასოდეს არ მოხდება ასეთი რამე. საფრთხეებში მაგალითად განიხილება კიბერუსაფრთხოება. შესაძლოა მაგალითად კიბერ თავდასხმა განხორციელდეს ამ ბაქო-თბილისი ჯეიჰანის სამართავ პუნქტებზე, რაც ციფრული პროცესი არის და გამოიწვიონ მისი შეფერხება, დივერსია მოხდეს ამ ფორმითაც მაგალითად, ხო? ანუ გარდა ამისა, შესაძლოა რომ არის ამის ალბათობა და რისკი მაღალია, თუ აზერბაიჯანში გააკეთეს იგივე და იქ ხალხი იყო გაგზავნილი იმისთვის, რომ რაღაცეები აეფეთქებინათ, ჩვენთანაც არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი და ბევრი ისეთი სივრცე, სადაც შეიძლება რომ ვინმეს თავში მოუვიდეს აზრად, რომ რაღაც გააკეთოს, ხო? არსებობს საქართველოში სპეციალური დანაყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ბაქო-თბილისი ჯეიჰანის, ასევე სხვა მსგავსი მილსადენების თუ გაზსადენების უსაფრთხოებას. ასეთი სამსახური არსებობს, მაგრამ მინიმუმ, ანუ არ ვიცი, მეტი გასაგებად როგორ ვთქვა, მინიმუმ აუცილებელია, რომ მოქალაქეებს გქონდეს ინფორმაცია გაზრდილი რისკების ფონზე, რა ხდება, რა აკეთდება იმისთვის, რომ ამ რისკების გადაზღვევა მოხდეს. რომელ პარტნიორებთან არიან კოორდინაციაში იმისთვის, რომ რისკების გადაზღვევა მოხდეს და ვინმემ თუ ჩვენ არა გვაქვს რაღაცა თავდაცვის საშუალებები პირობითად, არ ვიცი, იქნებ გვაქვს, მაგრამ არც ეს არ ვიცით რა გვაქვს რეალურად, ხო? ვინმემ სხვამ გადაგვაწყვიოს, არ ვიცით. ეს ყველაფერი მოკლედ არ ვიცით. ეს არის ძალიან დიდი ვაკუუმი. ყოველგვარი რაღაც პოლიტიკური შიდა პოლიტიკური კონტექსტის მიღმა ვამბობ ამაც.
ანუ აბსოლუტურად უსაფრთხოების ნაწილში ვამბობ ამას, ისე როგორც ერთი მოქალაქე და ისე როგორც ერთი ჟურნალისტი. არსებობს სერიოზული დეფიციტი ინფორმაციის და არსებობს მზარდი რისკები. გავაგრძელოთ ახლა მზარდ რისკებზე საუბარი. ხო, აი აქ არის სწორედ ის განცხადება, სადაც აზერბაიჯანს მუქარა შეუთვალა ირანის მხარემ დაახლოებით 3 საათის წინ. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადება, რომელიც მიემართება აზერბაიჯანის რესპუბლიკას. პირველ ნაწილში ასეთ რამეს ამბობენ ისინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული არის და მის შეიარაღებული ძალები ჩართული არის მძიმე დაპირისპირებაში ამერიკასთან და სიონისტურ აგრესორებთან, ასე მოიხსენებენ ისინი ისრაელს მოგეხსენებათ. ჩვენ არ გვსურს, რომ ზიანი მივაყენოთ მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს, მეგობარი სახელმწიფოების ინტერესებს, განსაკუთრებით მუსლიმურ სახელმწიფოებსო, ამაზე კეთდება აქცენტი და მეორე ნაწილში ასეთ რამეს ვკითხულობთ. ეს უკვე არის მიმართვა. ჩვენ მოუწოდებთ ირანის მეზობელ სახელმწიფოს აზერბაიჯანის რესპუბლიკას, როგორც მუსლიმურ ქვეყანას, რომ მოახდინოს პრევენცია არასტაბილურობის გავრცელების რეგიონში და აუცილებელია მათ გააძევონ სიონისტები მათი ქვეყნიდან და არ შეუქმნან საფრთხე ირანის და მისი ხალხის უსაფრთხოებას. აქვე გაერთიანებული შტაბი ირანის სამხედრო ძალების მოუწოდებს აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ისრაელის ნავთობით და გაზით მომარაგება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაიწყებენ დარტყმებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ისრაელის ნავთობით და გაზის მომარაგება, ეს არის საკვანძო საკითხი აქ. როგორც უკვე აღნიშნე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით დაახლოებით 30-დან 40%-მდე მარაგდება ნავთობით ისრაელი. შესაბამისად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ჩვენს მიმართ, რაც თავში ვთქვი, იმას გავიმეორებ, მინიმუმ არაპირდაპირი საფრთხეები და რისკები მატულობს და ეს არის ძალიან, ძალიან საფრთხილო და საყურადღებო საკითხი. ეს მუქარა არ ნიშნავს იმას, რომ სისრულეში მოვა, ამ მუქარის მიღმა არსებობს უდიდესი სამხედრო ძალა, რომელიც ირანის გარშემოა მობილიზებული, არსებობს უდიდესი სამხედრო ძალა, რომელიც თავად აზერბაიჯანის რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი ინტერესების დასაცავად. ყველაზე სუსტი რგოლი მაინც ჩვენ ვართ. ამაზე მინდოდა აქცენტის გაკეთება. თან იმ პირობებში, როდესაც არც თუ ისე ბრჭყალებში ყარი ურთიერთობები გაგვაჩნია პარტნიორებთან. გულისხმობ პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უკვე 1 წელზე მეტი აღარ არის. ეს არის რაზეც მინდოდა განსაკუთრებით ყურადღების გამახვილება ამ სიტუაციაში და არჩენი დასკვნები თავად გამოიტანეთ, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. კიდევ ერთხელ მე არავის დაპანიკება არ მინდა, უბრალოდ ერთი რამ ცხადია, რისკები არსებობს, რისკები მატულობს, ჩვენ ამაზე საქართველოს მოქალაქეებმა არაფერი არ ვიცით. ვინ რას აკეთებს ამ რისკების პრევენციისთვის და ისინი ვალდებულები არიან, რომ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ. ეს არის და ეს მინიმუმ. კარგით, გავაგრძელოთ ამასობაში. ქუვეითის ტერიტორიიდან გააქტიურდა სამხედრო იერიშები ირანის მისამართით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც ეს ყურის ქვეყნები მეტნაკლებად მიხვდნენ, რომ საჭირო არის მათი მხრიდან რეაგირება და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უკვე მათი ტერიტორიიდან პირდაპირ ახორციელებენ დარტყმებს, ან თვითონ ახორციელებენ, ან ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს მათი ტერიტორიების გამოყენებით, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში კადრი არის, სადაც ჩანს ჰაიმარსის სისტემიდან რაკეტების გაშვება. სპარსეთის ყურე ირანის
საზღვაო ძალების, ასე ვთქვათ, ობიექტები, ან ზღვისპირა ზონები არის სამიზნეში ამოღებული და იქ განთავსებული სამხედრო ობიექტები, ატაკამსის ტიპის რაკეტების გამოყენება ხდება, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრზე არის მათი მოქმედების რადიუსი. ხედავთ აქ დარტყმას. ხო, კი ბატონო, როგორც აღნიშნე, ეს არის ქუვეითის ტერიტორიიდან განხორციელებული იერიში. შემდეგ საუდის არაბეთი, იემენი, კადრში როგორც ხედავთ და სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ასეთი ამბავი, რომ იემენელმა ჰუსიტებმა მიიტანეს იერიში საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, მათ ერთ-ერთი ნავთობობიექტი დაბომბეს საუდის არაბეთში. საუბარი არის 7 დრონის გამოყენებაზე, რომელიც გაშვებული იყო საადას პროვინციის ტერიტორიიდან იემენიდან. ასეთი ამბავიც მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაში და ესაც მნიშვნელოვანი სიახლეა ჩემი აზრით და ამაზეც მინდოდა რომ გცოდნოდათ. შემდეგი ნიუსი რა გვაქვს? ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დარტყმა ამ შემთხვევაში უკვე ერაყის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი შიიტური სამხედრო დაჯგუფების ბაზაზე, რომელიც არის პრო-ირანული ძალა, ასე არის მოხსენიებული ამ ინფორმაციაში. აქვე გვაქვს ვიდეო დადასტურება, სადაც ჩანს სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგი, ესეთი დისტანციიდან გადაღებული კადრია, სადაც მასშტაბური აფეთქების შედეგს ვხედავთ. მოკლედ, ერაყშიც პრო-ირანულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს დაარტყეს ამერიკელებმა. ერაყს კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ძალიან მალე და სწორედ ამ კონტექსტში, რომელსაც ეხება პრინციპში შემდეგი ნიუსი. აქ გვაქვს ჩვენ ასევე საუბარი იმ თემაზე, რომელიც მე თავში დავაანონსე, ეხება სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყებას საჰაერო რეიდების პარალელურად. მოკლედ, breaking news-ი, რომელიც გაავრცელა NBC News-მა, ამერიკულმა მედიამ და ამ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოხატავს სერიოზულ დაინტერესებას პირად საუბრებში, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, პირად საუბრებში შესაძლო მცირე ჯგუფების, ამერიკელი სამხედროების მცირე ჯგუფების შესაძლო განთავსების, განლაგების შესახებ ირანის ტერიტორიაზე. საუბარია სახმელეთო ძალების განლაგებაზე. ეს იდეა არ გულისხმობს ფართომასშტაბიან შეჭრას, მაგრამ შესაძლოა გულისხმობდეს სპეციფიურ მისიებს ლიმიტირებული სამხედრო ძალების ჩართულობით. მიზანი კი შესაძლოა იყოს იგივე ბირთვული მატერიალების დაცვა ან სპეციალური ოპერაციების განხორციელება. აქვე აღნიშნული არის NBC News-ის ინფორმაციაში, რომ ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ან რაიმე მსგავსი ბრძანება არ არის გაცემული. მოკლედ ასე, ამერიკის შეერთებული შტატების გეგმები შესაძლოა მოიცავდეს მცირე ჯგუფებით სპეციალური დანაყოფებით სამხედრო ოპერაციების, სახმელეთო სამხედრო ოპერაციების განხორციელებას ირანის ტერიტორიაზე. ახლა კი მივადექით თემას, რომელიც ერაყსაც უკავშირდება, როგორც ვახსენე. ეს არის ვერსია, რომელიც გულისხმობს ქურთი მებრძოლების ჯგუფების შესვლას ერაყიდან ირანის ტერიტორიაზე და იქ ბრძოლის წამოწყებას ირანის სამხედრო ძალებთან. ამ ვერსიაზე ბევრი საუბარი მიმდინარეობს. წინა ვიდეოებშიც ვახსენე, რომ თითქოს ვრცელდება ასეთი ცნობები, რომ ამერიკული და ისრაელის სადაზვერო მხარდაჭერით და მათი საჰაერო მხარდაჭერით ასევე არის გარკვეული დისკუსია, რომ დაიწყოს და მოქმედებებიც კი არის, რომ დაიწყოს სამხედრო ოპერაცია ქურთების ჩართულობით, მაგრამ აქ შემოდის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ვის აწყობს ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს, ვინ არის ამ პროცესის წინააღმდეგი, გულისხმობ რეგიონის სხვა ქვეყნებს და ასევე რამდენად არის ეს ყველაფერი თანხვედრაში თავად ირანელი ხალხის ინტერესებთან, იმ ხალხის ინტერესებთან, ვინც მშვიდობიანი პროცესის მომხრეა, ვინც
პროტესტით ხელისუფლების ცვლილების მომხრეა თუნდაც ამ სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ეს გეგმა პირდაპირ ეკვეთება მათ შორის ურთიერთგამომრიცხავია პრინციპში იმ გეგმასთან მიმართებით, რაც აქვს იგივე რეზა ფეხლების. მოკლედ მიმოვიხილავ ახლა რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ქურთების სამხედრო ოპერაციის დაწყებამ ირანის ტერიტორიაზე. თავად ქურთებს რა მიზნები შეიძლება ამოძრავებდეთ, დიდი ალბათობით ცხადია. და რამდენად არის ეს წინააღმდეგობაში სხვა ქვეყნებთან. ხო, აქაც არის ეს დამატებით ინფორმაცია. ალ-ჯაზირა ავრცელებს ასეთ ცნობას, რომ მათმა წყარომ ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ქურთული დაჯგუფების ხაბათის ლიდერმა განუცხადა, რომ ქურთი მებრძოლები სადაცაა დაიწყებენ სახმელეთო ოპერაციას ირანის ტერიტორიაზე და მან ასევე დაადასტურა კომუნიკაცია ამერიკულ მხარესთან. შემდეგ უკვე მეორე ნაწილში ვკითხულობთ, რომ ამავე წყარომ, ანუ ამ დაჯგუფების ლიდერმა ალ-ჯაზირას განუცხადა, თითქოს ქურთების საკმაოდ დიდი დაჯგუფება უკვე არის ირანის ტერიტორიაზე და სამხედრო ოპერაცია შესაბამისად ძალიან მალე დაიწყება. მაგრამ აქვე ჩვენ გვაქვს უკვე სხვა ტიპის ინფორმაციებით, სადაც საწინააღმდეგო ვლინდება. მაგალითად, აქსიოსის ინფორმაციით, ერაყელი ქურთები ცდილობენ ამ პროცესისგან დისტანცირებას და ცდილობენ, რომ ნეიტრალურები დარჩნენ ირანის ომთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული წნეხი, როგორც ირანელი, ასევე ირანელი ქურთების სამხედროების მხრიდან, რომლებსაც სურთ, რომ დაიწყოს თავდასხმები ერაყის ტერიტორიიდან და აქვე აღწერილი არის მათი შიშები. ორი ძირითადი არგუმენტი არის დასახელებული. ერთი არის ის, რომ ქურთ ოფიციალურ პირებს ეშინიათ, რომ ისინი ვერ შეძლებენ თავის დაცვას ირანული დრონებისგან, მათ არ აქვთ შესაბამისი სისტემები, შესაბამისი შეიარაღება საფრთხის განეიტრალებისთვის, როგორც ჩანს, და მეორე, ქურთი ლიდერები გამოთქვამენ შიშებს და ეჭვებს წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აი ესეთი ტიპის გარიგებების ნაწილში. და არსებობს მსგავსი ისტორიები, ანუ ისინი მარტივად რომ თქვათ არ ენდობიან ამერიკელებს, რომ თუ პირობითად მსგავსი მოქმედებები დაიწყება და დაპირება იქნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის მათ გვერდით, შესაძლოა მათი მხარდაჭერა ან არასაკმარისი აღმოჩნდეს, ან საერთოდაც მიატოვონ, როგორც ამ სტადიაში არის საუბარი. მოკლედ ასე, უნდობლობა და რესურსების ნაკლებობა, რაც სერიოზული არგუმენტია პრინციპში. ირანი დიდია, მათ ბევრი სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ დასუსტებული არიან ამჟამად, მინიმუმ იმისთვის, რომ შედარებით პატარა ასეთ ჯგუფებს გაუმკლავდნენ, თუ რამე მსგავსი მოხდება. და ეს სერიოზული რისკია, ამას პირველ რიგში ქურთი ლიდერები, როგორც ჩანს, მათი ნაწილი ამას აცნობიერებს, მაგრამ ნაწილისთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ ამბიციებიდან გამომდინარე, რაც მათ გაცხადებული აქვთ დიდი ხნის განმავლობაში. ქურთები მილიონობით არიან სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეული, თუმცა როგორც ცნობილია, ეს არის ერთ-ერთი კი არა ყველაზე დიდი ერი მსოფლიოში, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ გააჩნია. ძირითადად ისინი ცხოვრობენ სირიის, ერაყის, ირანის და თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთში ყველაზე მეტნი არიან პრინციპში და მათი გეგმა მოიცავს იმას, რომ შექმნან საკუთარი სახელმწიფო, რომელიც ამ დასახელებული 4-ვე ქვეყნის ტერიტორიებს ნაწილობრივ მოიცავს. აქედან გამომდინარე, ქურთები ბევრისთვის არიან მნიშვნელოვანი საფრთხე არიან ისინი თურქეთისთვის, საფრთხე არიან ისინი ირანისთვის და ირანის მოქმედ რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს ხოლმე მათ პოზიციებზე დარტყმებს იგივე ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში და ესაც ცნობილი ამბავი არის. საფრთხე არიან ასევე სირიისთვის, რომელთანაც მეტნაკლებად დაალაგდნენ და იქ რაღაც ავტონომიის შესახებ არის მიღწეული შეთანხმებები, რომელიც ვნახოთ როგორ იმუშავებს მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფონზე, რომ მათ საკუთარი სახელმწიფო შექმნას ურთ, არსებობს მნიშვნელოვანი კითხვა. რა მიზნით შევლენ ისინი ქურთები ირანის ტერიტორიაზე აი ამ დროს? ანუ ისინი როგორც ერთ-ერთ
ვერსიაში იყო აღწერილი ხარს დაუჭერენ რევოლუციურ პროცესს საჰაერო იერიშების ფონზე, რომ ხალხი აჯანყდეს და აქედან წაეხმარონ, რომ საზღვარზე საქმე გაურთულონ პირობითად საზღვრისპირა რეგიონში ან სადმე მანდ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილთან ახლოს ირანის შეიარაღებულ ძალებს და ბრძოლა გაუმართონ და ამასობაში იქ დემონსტრანტებმა ისარგებლონ და დასუსტებული რეჟიმი მარტივად დაამხონ, თუ შევლენ იარაღით იმ მიზნით, რომ საკუთარ ამოცანებს მიაღწიონ და პროცესი წავიდეს სეპარატიზმისკენ, პროცესი წავიდეს შიდა დაპირისპირებისკენ და სხვათა შორის აი ამ თემაზე, როდესაც ვეცნობოდი მოსაზრებებს, ბევრი საკმაოდ მსუყე არგუმენტი გამოჩნდა. მაგალითად ასეთი, რომ ასეთი დაპირისპირების შემთხვევაში ისარგებლებს ცალსახად ირანის მოქმედი რეჟიმი. იმიტომ, რომ ეს იქნება პირდაპირი შეჭრა, სახმელეთო შეჭრა ირანის ტერიტორიაზე და ამან შესაძლოა განსხვავებული რეაქცია გამოიწვიოს ირანელებში. მარტივად რომ ვთქვათ, ირანის მოქალაქეებს შესაძლოა არ მოწონთ რეჟიმი, იბრძვიან სისხლის ბოლო წვეთამდე ამ რეჟიმის შესაცვლელად და უკეთესი მომავლის მისაღწევად, მაგრამ მათ არ სურთ ქვეყნის დაშლა და დაქუცმაცება. მათ შორის რეზა ფეჰლევი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ფიგურა, მის განცხადებებში არის ასეთი შინაარსი, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი უნდა იყოს თანაბარუფლებიანი, უნდა იყოს ირანის დიდი ერთიანი ირანის ნაწილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს ირანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ცალსახად ხაზგასმული. აქ ცხადია ის იგულისხმება ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობა, მათთვის რაღაც ავტონომიური უფლებების მინიჭებაც და ასე შემდეგ, რაღაც ფედერაციული მოდელი დაახლოებით მოწყობის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქ არ იგულისხმება ტერიტორიების დაკარგვა, ცხადია, ხო? ამას არავინ არ დაუჭერს მხარს, არც ირანში და არც მის მიღმა სადმე ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც არის ირანის მოქალაქე. ამიტომ თუ რამე მსგავსი მოხდა, არსებობს ასეთი რისკები, რომ ეს პირიქით ხელშეუშლის პროცესს, პროტესტის თვალსაზრისით ხელშეუშლის პროცესს და გამოიწვევს უკუ რეაქციას, რაც პირდაპირ ან ირიბად დააზარალებს მინიმუმ იმ ირანელების ინტერესებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან და ეს არის ნამდვილად ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ერთი სცენარი მეორე სცენართან, ანუ რევოლუციის სცენარი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამ ლოგიკით სახმელეთო ოპერაციის სცენართან, რომელშიც წამყვანი როლი უნდა შეასრულონ ქურთებმა, რომლებმაც კაცმა არ იცის იქ რა ინტერესით შევლენ, ხო? ყველაზე მინიმალური ალბათობა არის იმის, რაც ესეთი ოპტიმისტური ვერსია, რომ თითქოს მათი იარაღით დაიწყონ პროცესი და შემდეგ მხარი დაუჭირონ უკვე ირანის რევოლუციას. ტექნიკურად და თეორიულად ეს შესაძლებელი არის, თუმცა ნაკლებად სავარაუდო. გაცილებით მაღალი რისკის შემცველი არის ის ვერსია, რაც მე ახლა აღწერე, რომ იქ იყოს რაღაც სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერება და გამოყოფის და უკვე რაღაცა ესეთი მომენტით ისარგებლონ და ამას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება ეთნიკურ ქურთებში ცხადია და ისინი შეეცდებიან, რომ ეს შანსი გამოიყენონ. მით უმეტეს, ხო, ასეთ არეულ სიტუაციაში. მოკლედ, ძალიან რთული და ჩახლართული ამბავია, მაგრამ შევეცადე, რომ გვერდი არ ამევლო ამ თემისთვის და რაღაცა გარკვეული სიცხადე შემომეტანა მინიმუმ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით და იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რასაც მე გავეცანი. და ამავე თემას აქვს კიდევ ერთი მხარე. მე როგორც ვახსენე, ქურთები მოიაზრებიან მნიშვნელოვან საფრთხეთ რეგიონის აი ამ ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქებისთვის. ვინც იცის ეს თემა, მეტნაკლებად გექნებათ ინფორმაცია, რომ მაგალითად თურქებისთვის ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენენ იგივე ქურთ მუშათა პარტია, რომელსაც წლებია მაქსიმალურად ავიწროვებს ყველგან, სადაც შეუძლია თურქეთი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აშკარად აი ამ პროცესთან ბმაში გაკეთებული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან. ჰაკან ფიდანი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენ ვართ აბსოლუტური წინააღმდეგი ყველა სცენარის, რომელიც გახდება საბაბი სამოქალაქო ომის დაწყების ირანში.
ეს არის ყველაზე საშიში სცენარი და ჩვენ ვაფრთხილებთ ორივეს, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც, ყველას, ვინც ამ თემას უკავშირდება, რომ ასეთი სცენარი არა მხოლოდ გამოიწვევს უდანაშაულო მოქალაქეების მსხვერპლს და მათ დაზიანებას, ტანჯვას, არამედ ასევე გამოიწვევს მათ მნიშვნელოვან გადაადგილებას, გამოიწვევს მილიონობით ხალხის აყრას საკუთარი საცხოვრებლიდან და ახალ ნაკადებს მოკლედ როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე მათ მიღმაო, ასეთ განცხადებას აკეთებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც არის მკაფიო მინიშნება სამოქალაქო ომზე, იმის გაგრძელებაა პრინციპში, რაც თქვი და მართალია აქ მას ჰაკან ფიდანს არც ქურთები უხსენებია, არც სახმელეთო ოპერაცია უხსენებია, მაგრამ აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს განცხადება სწორედ ახლა, სწორედ 3 საათის წინ გაკეთებული, აი ამ ცნობების ფონზე რაც ვრცელდება, უკავშირდება ამ ამბავს, უკავშირდება იმას, რომ მათთვის თურქებისთვის მიუღებელი არის მსგავსი სცენარი, იმიტომ რომ ეს თავის თავში 100%-ით გულისხმობს ქურთების მხრიდან მზარდ კამპანიას იმისთვის, რომ დაიკავონ ტერიტორიები, დაიწყონ იქ გეგმების დასახვა სახელმწიფო შექმნასთან დაკავშირებით და ეს პირდაპირ უკავშირდება თურქეთის ტერიტორიას და პირდაპირ უკავშირდება თურქეთში მცხოვრებ ქურთებს. საინტერესოა თქვენი მოსაზრებებიც ამ თემაზე, გამოთქვით კომენტარებში. ერთი რამ ცალსახაა, რომ მე მაინც ახლა აი ამ კონკრეტულ პროცესში ამოვდივარ ირანელი ხალხის გეგმებიდან, მათი ბრძოლიდან, ირანთან დაკავშირებული პროცესიდან და თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, თუ ჩვენ გვინდა რომ წავიდეს პროცესი დემოკრატიისკენ, შეიცვალოს რეჟიმი ისე რომ ქაოსი არ ვნახოთ ირანის ტერიტორიაზე, არ დაიწყოს მართლა რაღაც შიდა სამოქალაქო დაპირისპირება და არ მივიღოთ რაღაცა დიდი აურზაური. ამ შემთხვევაში ყველაზე სასურველი სცენარი არის ის, რომ თუ რეჟიმის დამხობა მოხდება საბოლოოდ და აქეთ მიდის საქმე, მოხდეს რაღაცნაირი გარდამავალი მშვიდობიანი პერიოდით, გარდამავალი პროცესი, რასაც პრინციპში ანონსებს რეზა ფეჰლევი, 100 დღიანი გარდამავალი პერიოდი რელიგიის გამიჯვნა სახელმწიფოს მართვისგან, სახელმწიფოს ბიუჯეტის მართვა და საარჩევნო პროცესის ხელშეწყობა. აი ამას ამბობს ეს კაცი, ამბობს იმას, რომ ის მის გუნდთან ერთად მზად არის, რომ ჩაიბაროს ეს პროცესი, მზად არის, რომ საკუთარი ავტორიტეტი გამოიყენოს ერის შესაკრავად და ცალსახად, როგორც თქვი, ამბობს იმას, რომ არავითარი იქ რაღაც დაქუცმაცება და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამბობს, რომ მრავალფეროვანია ირანული საზოგადოება, ყველას უფლება აქვს, რომ იცხოვროს მშვიდობიანად ირანის ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის განვითარებას, თუმცა ეს ყველაფერი ხდება ირანის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ფარგლებში. შესაბამისად, ცალკე საკითხია, რასაც საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ამბობს, ისრაელთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაჯანსაღება, რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება. სხვათა შორის დღეს რეზა ფეჰლევიმ თავის ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში, უпростоრად უკვე გუშინ 7 მარტს, მე ხო უკვე 8 მარტია, როდესაც ამ ვიდეოს წერ. გუშინ რეზა ფეჰლევიმ თავის ბოლო გამართვაში რეგიონის ქვეყნებს მიმართა, არაბულ სახელმწიფოებს მიმართა, ყურის ქვეყნებს, რომლებიც ახლა ირანის რეჟიმის მხრიდან შაჰიდის და დრონების და ბალისტიკური რაკეტების დარტყმების ქვეშ არიან, რომ ახლავე აღიარონ ალტერნატიული ხელისუფლება, ახლავე აღიარონ ფეჰლევი და მისი გუნდი, როგორც მინიმუმ გარდამავალ ეტაპზე ირანის ხელისუფლება, დაიწყონ მათთან პარტნიორული თანამშრომლობა და წინ გადადგან ნაბიჯი მომავლისთვის, უკეთესი მომავლისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მთლიანად რეგიონში მშვიდობიანი პროცესების განვითარებას. მოკლედ, დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ჩახლართული, კომპლექსური საკითხი შემოდის, ბევრი პრობლემა შემოდის. და ძალიან ცხელი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი პირველ რიგში ამას ისევ დაუბრუნდებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენს უსაფრთხოებასთან, ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებული საკითხები გვაქვს თვალწინ, აი ახლა რეალურ დროში და კაცმა არ იცის ხვალ რა მოხდება, ამიტომ ცხადია მნიშვნელოვანია რომ მქონდეს ინფორმაცია, სრულყოფილი ინფორმაცია
და ამას ემსახურება ის, რასაც ვაკეთებ მეც. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ რასაც მე ქართულ მედიაში ვუყურებ, ძალიან ფრაგმენტულია რეალურად ინფორმაცია. ადგილობრივ მედიას, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტურად გააშუქოს მოვლენები, არ აქვს დიდი რესურსები, ეს ფაქტია, მათი შეზღუდვა ყოველდღიურ პროცესში, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, მათ ძალიან უჭირთ, არ ყოფნით რესურსები, ფოკუსირებული არიან ბევრ სხვა თემაზე, მაგალითად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასე შემდეგ. მე მესმის ეს, რომ მათ უჭირთ ამ თემების სრულყოფილად დაფარვა, გასაგებია ეს ამბავი. რაც შეეხება სამთავრობო მედიას, ისინი საერთოდ გასუსულები არიან და პარტიული დღის წესრიგით არიან დაკავებული, რომ როგორმე ახლა წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ერთი ბრძენი კაცის დამსახურება, რომ ჩვენ რაღაცას არ გვესვრიან და უნდა ვილოცოთ მასზე, რეალურად უნდა ჩვენ ვილოცოთ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ იმაზე, რომ დროულად მოხდეს ირანიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება. დროულად მოხდეს მათი რეჟიმის ხელში არსებული სამხედრო მანქანის განეიტრალება იმისთვის, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ რეგიონს, ნაკლები ზიანი მიაყენონ მეზობელ სახელმწიფოებს, აზერბაიჯანს და აგერ უკვე ჩვენს ირიბად გვემუქრება ეს ყველაფერი. ჩემი აზრი ეს არის. დანარჩენი, ავიც თქვენ დაწერეთ კომენტარებში, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, ბევრი თემაა, რაც დისკუსიას საჭიროებს და კი ბატონო, აგერ არის კომენტარების ველი. მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ საინტერესო იყო თქვენთვის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. აქვე განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც 1 ლარიც თუნდაც გაიღო ჩემი არხის მხარდაჭერისთვის, მე არ მყავს სპონსორები ბიზნესიდან, მოგეხსენებათ რომ ისინი სხვანაირ კონტენტს უყურებენ. მათი ინტერესი, არც მაქვს მოლოდინი, რომ იქნება ახლა პოლიტიკური თემების მიმომხილველი ან გეოპოლიტიკური საკითხების მიმომხილველი არხის დაფინანსება, გარკვეულ რისკებს შეიცავს ალბათ მათი აზრით, რაც ძალიან დიდი შეცდომა არის მე თუ მკითხავთ, მაგრამ რა ვქნათ, ასე ოპერირებს დღეს ბიზნესი საქართველოში და ისინიც გათავისუფლებას ნამდვილად საჭიროებენ. ხო, მოკლედ, სპონსორები არ მყავს, ერთადერთი ვინც უზრუნველყოფს იმას, რომ მე მცირედი ფინანსური мотиваცია მქონდეს, ხართ თქვენ, ვინც ამას აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. თუნდაც იმ მცირედისთვის, რასაც ახერხებთ, ეს ჩემთვის სერიოზული დახმარება და მხარდაჭერა არის ნამდვილად. აქვე მოგიწოდებთ, რომ ვისაც გაქვთ სურვილი, ვისაც მიგაჩნიათ, რომ ესეთი კონტენტის არსებობა არის მნიშვნელოვანი, საჭირო, შეგიძლიათ რომ ჩაერთოთ დონაციაში, ამისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია არის ვიდეოს აღწერაში, ანგარიშის ნომერიც, PayPal-ის ლინკის თუ უცხოეთში ხართ მაგალითად და Patreon-ის პლატფორმა ძალიან მოხერხებული, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ და აირჩიოთ თქვენთვის მისაღები 5, 10 ან 15 დოლარიანი პაკეტი, ანუ ამ გზით ყოველთვიურად ჩამოგიჭრებათ, შემდეგ უკვე რა თანხასაც აირჩევთ ის თანხა. მოკლედ, დამიჭირეთ მხარი, ან მინიმუმ ის გააკეთეთ, რაც აბსოლუტურად უფასოა და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. დაგემშვიდობებით, დროებით, ალბათ მალე დაგიბრუნდებით, იმდენი ამბავი ხდება, რომ დიდი ხანი დასვენების ან პაუზის ფუფუნება ნამდვილად არ გვაქვს. ნახვამდის.